სასამართლო პროცესი ცენტრპოინტის საქმეზე ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე კი ალტერნატივად გირაოს მოითხოვდა. სასამართლო პროცესის პარალელურად კი საქალაქო სასამართლოს შენობასთან ცენტრპოინტის დაზარალებულებმა მორიგი განცხადებები გააკეთეს და მაია რჩეულიშვილის დაკავება მოითხოვეს. დღესვე ერთ-ერთმა დაკავებულმა სალომე ჩარკვიანმა წერილი გაავრცელა, მისი ოჯახის წევრებმა კი საგანგებო განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ თანხასთან ჩარკვიანს შეხება არ ჰქონია. დეტალებით ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება საქალაქო სასამართლოდან. ლიკა მოგესალმები და გისმენთ როგორია ბოლო ინფორმაცია. დიახ, საქალაქო სასამართლოში უკვე მეოთხე საათია ამ წუთებშიც გრძელდება ცენტრპოინტის საქმესთან დაკავშირებით მაია რჩეულიშვილის, გურამ რჩეულიშვილის, სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდ არის გასული და სწორედ ამის შემდეგ რაც ის სათათბიროდან დაბრუნდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა შეეფარდებათ მათ აღკვეთ ღონისძიებად. დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა მათ აღკვეთ ღონისძიებად მათ პატიმრობა შეეფარდოთ, რაც შეეხება დაცვის მხარეს სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მარიამ ხალაძემ დააყენა შუამდგომლობა და პატიმრობის ალტერნატივად მოითხოვა 20,000 ლარის გირაოს შეფარდება. გურამ რჩეულიშვილის, მაია რჩეულიშვილისა და ირაკლი მინდელის ადვოკატებმა კი დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობის ალტერნატივად შეეფარდოთ გირაოს გადახდა 5,000 ლარის ოდენობით. დღეს სასამართლო პროცესზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ერთ-ერთმა დაკავებულმა სალომე ჩარკვიანმა, მან განაცხადა, რომ ცენტრპოინტში მუშაობის პერიოდში მას მისი ინფორმაციით ის არ იღებდა ფინანსურ გადაწყვეტილებებს და მას მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა ევალებოდა. სალომე ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. სალომე ჩარკვიანმა მაია რჩეულიშვილის მითითებით საზოგადოების სალაროდან არამიზნობრივად გაიტანა მენაშენთა მიერ შეტანილი ფულადი თანხა 3,756,000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ რაც ფილიალის დირექტორად დაინიშნა ირაკლი მინდელი, ამ უკანასკნელმა 2006 წლის 28 ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მაია რჩეულიშვილის მითითებით არამიზნობრივად საქმიანგარიშოდ გატანილად დააფიქსირა შეპასე ცენტრპოინტ აჭარას მენაშენთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შეტანილი თანხა 15,984,000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ბრალდებაში ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თანხები მას არ მიუთვისებია და რასაც ჩვენ სასამართლო პროცესზე დავადასტურებთ მსვლელობის დროს. დღეს განიხილება ირაკლი მინდელის აღკვეთი ღონისძიების შესაძლებლობა. პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ჩვენ შევდივართ შუამდგომლობით, რომ ირაკლი მინდელს გირაო შეეფარდოს აღკვეთი ღონისძიების სახით. სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ცენტრპოინტით დაზარალებულები, რომლებიც აქციას მართავდნენ, ისინი მოითხოვდნენ ცენტრპოინტის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის დაკავებას. გადახდილი არის სრულად თანხა, ანუ $62,000 და ფაქტურად არც ერთ კვადრატული მეტრა არ აქვს კუთვნილებაში. ბოლოს და ბოლოს აღსდგეს სამართალი და დაიჭირონ კომპანიის დამფუძნებლების. ვერც ერთი მენეჯმენტი და ვერც ბუღალტერი და ვერავინ ვერ გააკეთებს იქ დამფუძნებლისა და დირექტორის ეს აბსურდია, მაგრამ დაჭერა. გაწირეს. თუ დაიჭირეს და თვითონ არ აიღებთ, გაწირეს ეს გოგო. დღეს ერთ-ერთმა დაკავებულმა სალომე ჩარკვიანმა გაავრცელა სპეციალური წერილი. ის წერილში ეწერა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ იმყოფებოდა თანამდებობაზე 2006 წლის ჩათვლით, როდესაც მას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბევრად უფრო ადრე ჰქონდა დაწერილი. დღესვე სპეციალური განცხადება გააკეთეს მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ისინი ამბობენ, რომ სალომე ჩარკვიანს ფინანსებთან და თანხებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს 6-მა პარლამენტარმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სალომე ჩარკვიანს უდგებიან თავდებად, რათა მოსამართლემ გაათავისუფლოს ის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობისგან და გაავრცელა განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარემ მეუფე გერასიმემაც, ისიც სალომე ჩარკვიანს თავდებად უდგება. მაია ნიკა დარსო ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიწვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისათვის, რომ აქაურობას დავაღწიოთ თავი, რაც შეიძლება მალე. გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ სალომე ჩარკვიანის
ცარკვიანს ცენტრპოინტის სხვა არც ერთ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. გვინდა აღნიშნოთ, რომ ის მოქმედებდა ცენტრპოინტის დამფუძნებლების პირადი მითითებით, რომლის შედეგადაც მოხდა შპს მაგნოლიის გარკვეულ დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა და გამოტანილ იქნა ფულადი თანხები. ხაზგასმით გვინდა აღნიშნოთ, რომ ეს თანხები მოხმარებულ იქნა დამფუძნებლების მიერ, მათი შეხედულებისამებრ. როგორც უკვე გითხარით, სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება, რაც შეეხება ბრალდებას. ბრალი აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. მადლობა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.